მოგესალმებით. მივესალმოთ თელს საქართველოს და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს არის ბავშვთა საერთაშორისო დღე და ჩვენ ყველა ბავშვს უნდა მიულოცოთ ეს ბავშვთა საერთაშორისო დღე. პირველ რიგში მიულოცოთ პატარა ნიცას. ნიცა არის ჩემი შვილი და მთელი ჩემი ქონების 100%-ს გადაუფორმებ ნიცას, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანია. აქ ჩვენ გვყავს კიდევ ჩვენი კომპანიის სახე ბატონი გიორგი. ჩვენ კომპანიას ესწრება დღეს ამ ჩვენს გადაცემას ესწრება კომპანიის დირექტორი ბატონი კოტე, ესწრება ბატონი მერაბი, აქ არიან დათო ბარკალაია, რომელიც ამ კომისიას დღეს ხელმძღვანელობს და აქ არის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელიც არცერთ შეცდომას ჩვენ აქ არ დაგვაშვებიებს. აქ არიან კომისიის წევრები. რას ვაკეთებთ ჩვენ დღეს? დღეს ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც ერთი კვირის უკან გამოვაცხადეთ, რომ ჩვენ გავათამაშებდით ავტომობილ პორშეს და 1000 გვარ სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის 20-ვე ბავშვისთვის იქნება ფულადი პრიზები და 1000 გვარი პრიზები. აი აქ დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენ გამოვაცხადეთ, ხო? დათო? ჩვენ ავარჩევთ 20 გამარჯვებულს ავარჩევთ. ძალიან მაგრად იმუშავეს გოგოებმა, რომ აი ეს დღე ყოფილიყო ნაყოფიერი, ძალიან მაგარი დღე. და აგერ გოგოები უხელმძღვანელებენ და ჩვენ ზუსტად ისე უნდა ჩავატაროთ ეს გათამაშება, როგორც არის ქართული, კაცური და სინდისი და ნამუსი. ჩვენ გამორიცხულია, რომ აქ რამე ისეთი მოხდეს, იმიტომ რომ ამ გოგოების ხელში გაიარა ამ საბუთებმა. რა არის ეს საბუთი? ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ შშმ პირებს 20 ადამიანს დავაჯილდოებდით რაღაც პრიზებით. და მათ შორის ამ 20-დან ერთ-ერთი მოიგებდა ავტომობილ პორშეს, რომელსაც დღეს თქვენ აქ უყურებთ. აი როგორ ხდება ეს გათამაშება, როგორ იქნება. იმ გამოგზავნილ პასპორტის კოპიოებს გოგოები დაკეცავენ, ჩაყრიან აქ და აქ ძალიან ბევრია და უნდა ამოვიდეს 20 გამარჯვებული, რომლის სახელი და გვარს ჩვენ გამოვაცხადებთ და ამ 20-ვეს დავაჯილდოებთ, მაგრამ 20-დან ერთი მოიგებს აი ამ პორშეს. რა პორშეა? პორშე სახელი პორშე კაიენი. პორშე კაიენი. შავი სალონი და 20 შშმ პირიდან ერთ-ერთი მას მოიგებს და უსურვებთ ჩვენ წარმატებას. ხოლო აი აქ იქნება მაგიდები და გაუკეთებთ ახალგაზრდებს ჩვენ რაღაც განსაკუთრებულ რას ეძახით თქვენ ახალგაზრდები? ფუშეტი თუ რა არის? ალა ფუშეტს, რასაც თქვენ ეძახით. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა მოდი ჩვენ გოგოებო მობრძანდით, ნიცა მოდი. აბა დავაკავოთ ნიცას ეს. ნიცა. აქ არის ვაჩვენოთ აქ არის 60-მდე შშმ პირის სახელი და გვარი რეგიონის მიხედვით, ვისაც პასპორტი ქონდა პასპორტი და ამას ჩვენ გამოვაცხადებთ იმ 20 გამარჯვებულს, ვისაც მოვიწვევთ აქ. ეს დავაკავოთ ჩვენ ნინის. ნინი წამოიღეთ, გოგოებო წამოდით. მობრძანდით. აი აქ დაალაგეთ. აქ დაალაგეთ. აი ბიჭებო, გადახედეთ და ამას თქვენ დაკეცავთ. ყველას თქვენ არა, თქვენც დაეხმარეთ. აი ესე დაკეცეთ, 4-ხად, კარგად დაკეცეთ და ეს უნდა მოთავსდეს აი ამ ყულაბაში. 4-ხად დაკეცეთ, 4-ხად და ერთი კამერა მინდა პირდაპირ ამას უყურებდეს ლაივში. მოდით უყურეთ. ეს ყველაფერი წინასწარ არ გავაკეთეთ, რომ რა თქმა უნდა, ეს ჩვენ წინასწარ იმიტომ არ გავაკეთეთ, რომ აქ გათამაშება არის ქართული და არის კაცური და ზუსტად გვინდა იმ ადამიანებმა მოიგოს, ვინცაც გაუმართლებს. რაც შეეხება აქ არის
ჩემი ძმას ბევრი ვის იცნობს, ეს არის უწესიერესი კაცი და ძალიან რო გვინდოდეს რაღაცა შესწომა არ დაგვაშვებიებს, იმიტომ რომ მან იცის ეს საქმე ძალიან კარგად. და აქედან კიდევ ჩვენ ნიცას ამოვაღებიებთ გამარჯვებულებს. ყოველთვის ადამიანები არიან უკმაყოფილო, იმიტომ რომ თუ ათამაშებ, გაათამაშებ, თუ არა და არავინ არ გეხვეწება. მაგრამ ჩვენ ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც ეს არის კაცური და ქართული. აიღეთ და ჩაყარეთ. აიღე, ჩააგდე. მოდი, წამოიღე და ჩაყარეთ. ეს უნდა იყოს სანიმუშო გათამაშება. გათამაშების მომზადება, ხო? ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია. ძალიან, ამიტომ ჩვენ მას არავის არ გავაკარებთ ბავშვების გარდა. ჩაყარეთ. ნინი, აი ეს გადაცემა ბებიაშენს, რომელიც არის მაგარი გამოცდილი ადამიანი, შენ ყოველ გადაცემის წინ ბებიას იხსენებ, რომ ბებიას გაზრდილი ვარ და ამიტომ მაგარი გოგო ვარო და ხო გაუხარდება ეს ბებიაშენს, ეს არის თუ გაქვს საშუალება, ყველა ადამიანმა უნდა გააკეთოს, ვისაც აქვს საშუალება, იმიტომ რომ აქ შშმ პირებზეა საუბარი. დაიწიე? დაატრიალე ნიცა? დაატრიალეთ. და კამერა ხო უყურებს. ახლა გავაჩეროთ და იმას უყურე ზევით, ეს ზევით უყურე და უყურე, აი გაუღე. ამას არ ჩახედო ისე, ერთი ცალი უნდა ამოიღო. პირველი გამარჯვებულიც. ახლა პირველი გამარჯვებული წაიკითხე დათო. ახლა ესაც წაიქცეს ბატონო გელა. აი ეს ჩავკეტოთ. ჩკარაქენ. პირველი გამარჯვებული სახელი და გვარია ალექსანდრე ოქუაშვილი. ალექსანდრე ოქუაშვილი, საიდან არის? ალექსანდრე ოქუაშვილი არის ქალაქი თბილისში, ცხოვრობს თემქაზე. თემქაზე, ტელეფონის ნომერი 597-78-74-70. აი ეს არის უკვე პირველი გამარჯვებული და ჩავაბაროთ კომისიას. კიდე აურიოთ? მოდი აური, ეს მნიშვნელოვანია. მოდი, აურიოთ. გააჩერე. მოდი უცებ ამოიღე. რომელიც გინდა ის ამოიღე ესე. ამოიღე, ქვევიდან. ამოიღე. აბა ნინი. შემდეგი გამარჯვებული. გამოაცხადე. მოდი შენ კიდე ამოიღე მეორე, იმიტომ რომ შენ გაიწი იქით მეგრელი ხარ. შემდეგი გამარჯვებული გახლავთ მარიამ ხარაზაშვილი. მარიამ ხარაზიშვილი. საიდან? მარიამ ხარაზიშვილი. ქარელიდან. ტელეფონის ნომერი ამოიღე. 598-88-33-31. ეს უკვე მეორე გამარჯვებული. ეს ჩააბარე კომისიას. მოდი დავატრიალო დათო. მესამე გამარჯვებულს ანი აცხადებს. ანი იოანე ძებნიაური, დათო. თბილისი აუჭალა, ლიბანის პირველი ჩიხი. ეს ამოვარდა, მიდი. ტელეფონის ნომერი გამოაცხადე. 577 გაიგე. 59. ძალიან კარგი. ჩააბარე კომისიას. მოდი ამოიღე ლუკა კიდევ ერთი. ამოიღე. შენც ამოიღე. ნიცა, იმიტომ რომ ძალიან არ გაგვიგრძელდეს. დავხუროთ. მოდი მიეცი გოგოებს. მოდი მიეცი გოგოებს. ცოტა ხმამაღლა გამოაცხადეთ. შენ დაატრიალი დათო. ხმამაღლა. ელენე ბიბლიანი, საიდან არის ელენე? ქალაქი ზუგდიდი კოსტავას ქუჩა ნომერი 7. ქალაქი ზუგდიდი კოსტავას ქუჩა ნომერი 7 599 73-87-88. გაიხარეთ, კიდევ ერთი გამარჯვებული. შემდეგი გამარჯვებული არის სურმანიძე ანდრია მუხიანი. ტელეფონის ნომერი 595-52-10-25. გაიხარე, კაი გოგო ხარ. აი ბატონო. ჩაიბაროს კომისიამ.
აბა, ამოიღეთ. მიდი გიორგი. თქვენს გიო. მოდი, ახლა მივცეთ ეს ბატონ კახას. ეს მეორე კიდე მივცეთ კომპანიის დირექტორს. ჩქარა გამოაცხადეთ. ესე იგი მათე ვერულიძე რომელიც არის ქობულეთიდან ტელეფონის ნომერია 555 56 66 85 მათე ვერულიძე ქობულეთიდან მათე შენ ხარ გამარჯვებული შემდეგი გამარჯვებული გახლავთ საბა ფაღავა მეგრელი ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ყორილის თავი 557 312 66 47 საიდან ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ყორილის თავი დადევი რამდენია დათო 20 უნდა იყოს მოდი დაატრიალე მოდი გახსენი მოდი აბა ვის ამოიღე კოტე მეორე გამოაცხადე მერაბის მიეცი ნინი გაგუა ეს არის ქალაქი ფოთი 551 53 72 ფოთიდან ნინი გაგუა ფოთიდან ნინი გილოცავ თქვენ ხართ გამარჯვებული შემდეგი გამარჯვებულია სოფია ჩხიკვაძე იმყოფება ქარელის რაიონი სოფელი რუისიდან მობილური ნომერი 598 23 84 რუისიდან სახელი და გვარი სოფია ჩხიკვაძე რუისიდან დადევით კომისია ჩააბარეთ კიდევ დავატრიალოთ დათო მოგზანდი ამოიღე მედი გიო ამოიღე ნინიც მიეც აი დათო როგორ მიდის საქმე ხო ხარ კომისიის ხელმძღვანელი დღეს ხო მიდის ყველაფერი სუფთად უსაფრთხოების უფროს მოეთხოვება ყველაფერი თუ რამე დარღვევით იქნება ნინი ალექსი დარსალია სენაკიდან ვახტანგ მეფის გამზირი 44 ნომერი 574 04 38 38 ისა რა ქვია ალექსანდრე დარსალია სენაკი გაიხარე ალექსი სენაკი შენ მოგებული ხარ შემდეგი გამარჯვებული არის მარიამ გოგია ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ახალსოფლიდან თავიდან წაიკითხე ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ახალსოფელი სახელი და გვარი მარიამ გოგაძე ბოდიში მარიამ გოგაძე მარიამ შენც გამარჯვებული ხარ კიდევ აბა დაატრიალეთ ბიჭო თურმე ლაივში წერს ის კაცის ვისაც ცოტა მოაშორეთო რა ქვია დათო ცოტა მოაშორეთო მოდი აიღეთ ამოიღე მიეცი აბა ნინის აბა მიეცით ანის გამოაცხადე შემდეგი გამარჯვებული არის თებროლე კაჭუხიძე წყალტუბო ტელეფონის ნომერი წყალტუბო 59 50 34 სახელი რა ქვია თებროლე კუჭიხაკი თებროლე შენ ხარ გამარჯვებული და ამ 20 ბავშვებში მოხვდი შემდეგი ნინი სოხაძე ანისია ქალაქი ქუთაისი ფარნავაზ მეფის გამზირი ნომერი 16 მობილურის ნომერი 574 08 ქალაქი ქუთაისი გაიხარეთ ნიცა მიდი აბა ნიცა ამოიღეთ კოტე მოდი დირექტორმა გამოაცხადოს რეალში დილამდე მიეცი მას მერაბის გორის რაიონი სოფელი ტირძნის ძალიან გაბრიელი შენ მოგებული ხარ მოდი აბა ამოიღე უცებ მედი გიო შენს ერთი ცალი ამოიღე ერთი ცალი ამოიღე თითო ცალი აბა მიეცით გისად იმას კოტეს მეორე მერაბის მიეცით ელენე ქარხნიშვილი თათხიშვილი ქალაქი ბათუმი 555 ელენე შენ მოგებული ხარ გამოაცხადე გივი ხურჭკუმელიძე რაიონის სოფელი ლასურიაში რომელი რაიონი ცაგერის რაიონი ცაგერის რაიონი გიორგი ხო მობილურის ნომერი 599 34 65
68. ცაგერის რაიონი, გიორგი, შენ გივი ღურჭუ მალიძე. გივი, შენ მოგებული ხარ. მოდი დაატრიალე და ამოიღეთ კიდევ. დაგეთე. აბა მიეცით გოგოებს. აი ეს არის ნაღდი, რეალური გათამაშება და აი ეს ორი ახალგაზრდა გაახარებს მათ ტოლ ახალგაზრდებს. უყურეთ, მე ზუსტად ვიცი რას ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს ზუსტად ესე უნდა გამეკეთებია. ზოგმა დაწერა რომ ეს ავტომობილიო, აჩვენეთ აბა ეს ავტომობილი გაგეყიდათ და გადაგენაწილებიათო ფულიო, მაგრამ მოვა იმის დრო, მაგასაც რო გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენ ყველას ვასაჩუქრებთ, ყველას დავასაჩუქრებთ, მაგრამ იმ 20-დან ერთი იქნება ნინი მოგებული, ხო? ავტომობილის მოგებული და დანარჩენი საათი, ფული და ბევრი რამ 20-ვესთვის იქნება. მოდი გამოაცხადე. შემდეგ თომა კუპრაშვილი, ქალაქ ქუთაისიდან, შერვაშიძის 53 ნომერი. ქუთაისი. თომა კუპრაშვილი. თომა კუპრაშვილი, ქუთაისი, ტელეფონი. 599 11 28 05. გაიხარე, კაი გოგო ხარ, ჩააბარე, გამოაცხადიანი. შემდეგი არის ჯემალი დარსაველიძე. ჯემალი დარსაველიძე. 598 23 47 67. სანტრედია. გამოაცხადე. ჯემალი დარსაველიძე. კაი გოგო ხარ. ბატონო გელა 18 არის უკვე და 2 ცალი დარჩა. აი ახლა რასაც ამოიღებენ და ერთი წუთი. მოდით ავტომობილი კიდე დავათვალიეროთ. ეს ავტომობილი ღმერთმა შვიდობაში მოახმაროს იმ შშმ პირს 18 წლამდე ვათამაშებთ ამას, ვინც მოიგებს და თქვენ ნახავთ ჩვენ როგორ გათამაშებას მოუწყობთ და როგორ გაცილებას მოუწყობთ. ეს ავტომობილი არის უშუალოდ ჩემი და მინდა მე გავახარო 20-ვე გაიხარებს, მაგრამ იმ 20-ში უფრო ზედმეტად გაიხარებს ის, ვინც ამ პორშეს მოიგებს. როგორი პრიზია დათო? ესე უნდა იყოს, ბავშვებს უხარიათ, ბავშვები რაღაცნაირად უნდა გავახაროთ, მომავალი თაობისაა ყველაფერი. აქ თქვენ ყველას გაქვთ იმის საშუალება, რომ იმუშაოთ, მიდგეთ, მოდგეთ, საქმეები აკეთოთ, მაგრამ ბავშვები, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან, ესენი არის ყველაზე მეტი დასაფასებელი. ერთი დღე რო ვიყო პირველი პირი, ყველა ნატურას აუსრულებდი იმ ბავშვებს, დარწმუნებული იყავით. გავაგრძელოთ, დარჩა 2 გამარჯვებული. აბა გახსენდეთო? ცოტა შევანილოთ ტემპი ბატონო გელა. ყველაზე თავარი მოდი, კომბინაცია. ერთს მე ამოვიღებ და აბა ნიცამ გამოაცხადოს თვითონ. ნიცა, შენ გამოაცხადე, აგერ წერია. აი, აგერ წერია. აბა ვინ არის? ეს ჩოხატაურის რაიონი, სოფელი გოგოლური. გოგოლ სუბანი. გოგოსუბანი. გოგოლე სუბანი. გოგოლე სუბანი 595 99 10 59. სახელი და გვარი საწერია დათო, ნახე აბა. ეს ადამიანი არის თამაზ გოგოლაძე. თამაზ გოგოლაძე არის მე-19 ადამიანი. გოგოლე სუბანიდან. ხო, საიდან? ზესტაფონი. გოგოლე სუბანი. მოდი, კიდევ ერთი დარჩა და მოდი დავატრიალოთ კიდევ ერთი და კიდევ ერთი ბავშვი გავახარო და თან მოულოცოთ ბავშვ და საერთაშორისო დღე. მოდი ამოიღე. მოდი ამოიტანე ნიცა. და მიეცი ახლა გიოს. გიო აბა. გიო დაეხმარე. დაჭიქე გიო. უგან წერია ნახე ისა. სახელი და გვარი ახლა გამოაცხადე გიო. თოდუა ლიზი. თოდუა ლიზი. აბა გადმოატრიალე ნახე სადაურია. ქალაქი ზუგდიდის რაიონი, სოფელი ახალ ზუგდიდის რაიონი, სოფელი ახალ სოფელი ალბათ. ახალ აბასტუმანი. ტელეფონის ნომერი 593 15 35 52. სახელი როგორ არის? ლიზი. ლიზი, თქვენ ხართ? ლიზი თოდუა. ლიზი თოდუა, ზუგდიდი, თქვენ ხართ მე-20 გამარჯვებული. მე მინდა ბატონო დათო, აი ეს 20-ვე გამარჯვებული, ბატონო კოტე, მომზანდით და 20-ვე გამარჯვებული თავიდან გამოაცხადე. ოღონდ დაჩქარებული წესით სახელი და გვარი გამოაცხადე. ალექსანდრე
ოქუაშვილი, ალექსანდრე ოქუაშვილი, ოქუაშვილი, მარიამ ხარაზიშვილი, მარიამ ხარაზიშვილი, იოანე ძებნიაური, რა ქვია? იოანე ძებნიაური, ძებნიაური, ელენე ვიბლიანი, ელენე ბიბლიანი, სურმანიძე ანდრია, სურმანიძე ანდრია, მათე ვერულიძე, მათე ვერულიძე, საბა ფაღავა, საბა ფაღავა, ნინი გაგუა, ნინი გაგუა, სოფია ჩხიკვაძე, სოფია ჩხიკვაძე, ალექსი დარსალია, ალერსი დარსალია, სოხაძე ანისია, სოხაძე ანისია, თებროლე კუჭუხიძე, თებროლე კუჭუხიძე, ხო? დიახ, მარიამ გოგაძე, მარიამ გოგაძე, გაბრიელ ქურთაული, როგორ? გაბრიელ ქურთაული, გაბრიელ, დიახ. გაბრიელ ქურთაული, ელენე თათხიშვილი, ელენე თათხიშვილი, გივი ღურჭუმალიძე, გივი ღურჭუმალიძე, თომა კუპრაშვილი, თომა კუპრაშვილი, ჯემალი დარსაველიძე, ჯემალი დარსაველიძე, გოგოლაძე თამაზ გოგოლაძე თამაზი, და თოდუალისი. თოდუა ლიზი. აი ეს შეინახება თქვენთან. თქვენ ხართ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. პირადად ჩემი, ეს კიდევ არის ჩემი ძმა დათო ბარკალაია და ამას ჩვენ ზუსტად გეტყვით ამის შემდეგ ჩვენ გოგოებო რას ვაკეთებთ. ეს დღეს უკვე გამოვლინდა გამარჯვებული. კიდევ ერჯერ გავიმეორებ რომ ჩემი ინიციატივა იყო რომ ეს გაგვეკეთებია ამ ახალგაზრდებთან ერთად. ახალგაზრდებს მინდა რაღაც სტიმული მივცე. როცა სხვას აძლევ, ღმერთი მეც გაძლევს. როცა რასაც იშოვი, ყველაფერს მოთაქაში რო შეინახავ და სადღაც რო დამარხავ, ის ოხრად დაგეკარგება და ოხრად დაგჭება. რასაც იშოვი, ის უნდა რაღაცა პროცენტი გადაანაწილო იმ ადამიანებზე, რომლებსაც ზუსტად ეს ჭირდება. და ბიჭებო, ერთ-ერთი 20-დან ყველა გამარჯვებულია დღეს, რომელიც ამოვიღეთ, მაგრამ 20-დან კიდევ ერთი ვთქვათ, რომ ამ პორშეს, ამ 20-დან ერთ-ერთი წაიყვანს და ღმერთმა დაგვიფაროს. აქ რო რამენა მახანაცია იყოს. ესენი არიან სუფთა ხალხი, ესენი არიან ახალგაზრდები, ესენი არიან მომავალი თაობა და მინდა სტიმული მივცე ყველა ახალგაზრდას და ყველა იმ ადამიანს, ბიჭებო, ვისაც სურვილი ექნება მსგავსის გაკეთების. მე კიდევ ღმერთს მინდა ვთხოვო, რომ ერთი დღე ვიყო იქ, სადაც საჭიროა და ამ ბავშვებს ყველას 100%-ით მე დავაკმაყოფილებ, ვინაიდან ეს საქართველოა და საქართველოს შვილები არიან და სუსტად მაგ ბავშვებს სჭირდება ხელის შეწყობა. გისურვებთ წარმატებას და ზუსტად დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ უკვე ჩვენ აი აქ მოვიწვევთ მაგ ბავშვებს და წინასწარ ვეუბნებით, რომ თითო ბავშვს უნდა მოყვეს თითო ოჯახის წევრი. ხოლო ვინც ავტომობილს მოიგებს, მას ჩვენ ჩავყვანთ, სადაც იქნება ჩასაყვანი და ამაზე იზრუნვებს ეს ჩვენი კომპანია. ხოლო სუფრა გაიშლება აქ და აქ იქნება, რა ქვია, ბაბუაშენმა რო იცე და ტანცი, მანცი და მოეხმისა ბავშვებს მოეფერებით მაღალ დონეზე. აქ იქნებიან მხოლოდ და მხოლოდ შშმ პირები. გისურვებთ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყველა შშმ პირი ფეხზე დადგება, გაივლის და მას ექნება ჩვეულებრივი ცხოვრება, როგორც აქვს ყველა ახალგაზრდას და გისურვებთ წარმატებას.